წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ პროფესიონალი ინვესტორების 90%-ს აჯობოთ ისე, რომ საერთოდ არ მოგიწიოთ არანაირი დროის, არანაირი შრომის, არანაირი ცოდნის ჩადება საფონდო ბირჟაზე. ანუ შეგიძლიათ არაფერი არ იცოდეთ და მაინც უფრო კარგი მოგებები დაწეროთ საფონდო ბირჟაზე, ვიდრე ამას პროფესიონალი ინვესტორების 90% აკეთებს ყოველწლიურად. დღეს როცა ამაზე მინდა ვილაპარაკო, როგორ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ ძალიან მარტივი ინსტრუმენტით, რომელსაც ქვია ETF-ი. და დღეს ვილაპარაკებ იმაზე, თუ რა არის ზოგადად და როგორ მუშაობს ეს ჩვენი ETF-ი. ვილაპარაკებ ასევე ყველაზე პოპულარულ ETF-ებზე და რატომ არიან ისინი შესაბამისად პოპულარულები და ასევე ვნახავთ ETF-ების ისტორიულ შედეგებს, რომელიც დაგარწმუნებთ თქვენ, თუ რამდენად კარგი ინვესტიციები არის ETF-ები. მოდი პირველ რიგში საერთოდ გავარკვიოთ, თუ რა არის და რაზე ვლაპარაკობ ახლა მე. ETF-ი გაიშიფრება როგორც Exchange Traded Fund და ძალიან მარტივად რო გადმოვთვალოთ რას ნიშნავს ეს ქართულ ენაზე, ეს არის კალათა, რომელშიც მოთავსებულია ასობით და შეიძლება ათასობით კომპანია, რომლის ყიდვის შემდეგაც ჩვენ ვხვდებით ამ კომპანიის არაპირდაპირი მფლობელები. სულ ეს არის, ანუ რაღაცა კალათა, რომელშიც არის მოთავსებული ინდივიდუალური კომპანიის აქციები. და ანუ ამით დამთავრდა რეალურად. სულ ეს არის ETF. ეხლა რა პრობლემა გადაჭრა ETF-ების გამოჩენამ საფონდო ბირჟაზე. პირველ რიგში, თქვენ თუ გინდათ რაღაც თქვენი პორტფელი მაქსიმალურად განაწილებული იყოს და დაიზღუდოთ თქვენი თავი რისკებისგან, მაშინ უნდა გქონდეთ ძალიან ბევრი კომპანიის აქცია ნაყიდი. მაგრამ ამის უარყოფითი მხარე არის ის, რომ თქვენ გიწევთ ამ რაღაც ძალიან ბევრი კომპანიის კვლევა. მამაში გარკვევა, რომელი კომპანია რას ყიდის, როგორია მათი მოგება, როგორ იზრდებიან წლიდან წლამდე, როგორი CEO ყავთ და ასე შემდეგ, რისი დროც შეიძლება საერთოდ არ გქონდეთ. გარდა ამისა, ყოველი ტრანზაქცია საფონდო ბირჟაზე რაღაც საკომისიოსთან არის დაკავშირებული, ანუ მე თუ ვიყიდი დაუშვათ ერთ კომპანიის აქციას და ერთი კომპანიის აქციის ყიდვის საკომისიო არის 1 ლარი და მე თუ გადავწყვიტე რომ 100 კომპანია ვიყიდო, მაშინ ამ 100 კომპანიის ყიდვის საკომისიო ჯამში მექნება 100 ლარი. მაგრამ მე თუ გადავწყვეტ რომ ვიყიდო ერთი ETF-ი, რომელშიც ეს 100 კომპანია არის მოთავსებული, უბრალოდ დავხარჯავ 1 ლარს საკომისიოს. ანუ 100-ჯერ უფრო იაფი გამოდის ETF-ების ყიდვა რეალურად. გარდა ამისა, მეორე ვარიანტი თუ მინდა რომ მე არ ვაკონტროლო ასე ვთქვათ, ჩემი და ბევრი დრო არ ჩავდო იმ კომპანიების აქციების შესყიდვაში, რომელიც მე მინდა, შემიძლია ჩემი ფული უბრალოდ მივცე ფონდის მენეჯერებს, რომლებიც არიან პროფესიონალი ასე ვთქვათ, ინვესტორები და ისინი გაანაწილებენ ჩემ ფულს იმით, რომ ისინი დებენ ზუსტად იმ დროს და ენერგიას კომპანიების მოკვლევაში, CEO-ების ნახვაში, მოგებაზარალის შეხედვაში და ასე შემდეგ, რასაც რისი დრო ჩვენ არ გვაქვს. და ისინი აკეთებენ ამ ყველაფრის მენეჯმენტს, ჩვენი ფულის მენეჯმენტს და ისინი წყვეტენ რა კომპანიები იყიდონ და გაკიდონ თქვენ სახელზე. მაგრამ ამის უარყოფითი მხარე ძირითადად არის ის, რომ ძალიან ძვირი არის 1-2% საკომისიო აქვს და გარდა ამისა, ეს mutual fund-ები, სადაც ეს ყველაფერი ხდება, ძირითადად უფრო ცუდად და უფრო ცუდ უკუგებებს გვიჩვენებენ, ვიდრე ზოგადად მარკეტი. ანუ უბრალოდ ჩვენ გვეყვიდა დავუშვათ S&P 500-ის რომელიმე ETF-ი, უფრო კარგი უკუგება გვექნებოდა, ვიდრე mutual fund-ების მიერ აქტიურად ყიდვად და გაყიდვადი აქციები. რაც ასევე აგვარებს ამ ETF-ის მარტივი ყიდვა აგვარებს ამ პრობლემასაც. ეხლა რომ გადავიდეთ უფრო ტექნიკურად, როგორ ხდება ETF-ები და როგორ ხდება ETF-ების შესყიდვა, წარმოვიდგინოთ, რომ რომელიმე დიდი ფინანსური კომპანია, ამ შემთხვევაში მაგალითად ავიღოთ Vanguard-ი, ყიდულობს ძალიან ბევრი კომპანიის აქციას რა. S&P 500-ის ვარიანტი რო წარმოვიდგინოთ, ანუ 500 ყველაზე დიდი კომპანიის ვარიანტი რო წარმოვიდგინოთ, Vanguard-ი ყიდულობს ამ 500 კომპანიის აქციებს. შემდეგ ამ კომპანიის აქციებს ათავსებს რაღაც კალათაში და მერე ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა რომ ვიყიდოთ ეს მოცემული კალათა. რის შედეგადაც ჩვენ ხვდებით ამ კალათაში არსებული კომპანიების არაპირდაპირი მფლობელები. ეხლა რატო უნდა გავსვა ხაზი ამ არაპირდაპირ მფლობელობას? როდესაც ჩვენ ვიყიდით ამ კალათას, ჩვენ მართალია ვყიდულობთ ამ კალათაში არსებული კომპანიებსაც, მაგრამ უშუალო მფლობელი ამ აქციების და ამ კომპანიების მაინც არის ის კომპანია, რომელიც თავის სახელზე ყიდულობს, ანუ Vanguard-ი. ამ კომპანიის მფლობელი მაინც საბოლოოდ Vanguard-ია, მაგრამ ეს არ არის, ისეთი მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ ამ კალათაში არსებული კომპანიის უკუგებები მაინც პირდაპირ პროპორციული იქნება ამ კალათის უკუგებასთან და ჩვენც იგივე მოგება გვექნება, რაც ამ კომპანიის აქციებს ექნებათ. ანუ ეს მნიშვნელოვანია მხოლოდ ლეგალურად, მაგრამ ეკონომიკურად იგივე გამოდის, რაც უბრალოდ ჩვენ გვეყიდა ეს 100 კომპანია, ანუ ამ 500 კომპანიის აქციები.
შემდეგ მინდა ვილაპარაკო ყველაზე პოპულარულ ETF-ებზე, რატომ არიან ისინი ასეთი პოპულარულები და რა დაახლოებით რა უკუგებები აქვს ამ ETF-ებს ყოველწლიურად. პირველ რიგში მოდი განვიხილოთ ის ETF-ები, რომლებიც პირდაპირ მიყვებიან ბაზარს და ამ შემთხვევაში ბაზრის მიყოლა გულისხმობს S&P 500, ანუ 500 ამერიკის 500 ყველაზე დიდი კომპანია. გვაქვს სამი ძირითადი მოთამაშე, როგორც ველოთ SPY, VIO და IVV. ამათ შორის ერთ-ერთი განსხვავება, ერთ-ერთი არა, ერთ-ერთი დიდი განსხვავება ისაა ის, რომ მათ სხვადასხვა საკომისიოების პროცენტულობა აქვს, ანუ თქვენ თუ იყიდით SPY-ს მაგალითად, თქვენი expense ratio იქნება 0.09, ანუ უხეშად რომ თქვა, თქვენ გადაიხდით 0.09%-ს, ანუ თუ აიწევს თქვენი კალათა დაუშვათ 10%, თქვენ რეალურად კი არ გერიცხებათ 10%, ანუ თქვენი კალათა კი არ აიწევს 10%, არამედ თქვენი კალათა აიწევს 9.91%. რაც უფრო დაბალია პროცენტულობა საკომისიოს, მით უფრო კარგია, შესაბამისად ძალიან პოპულარული არის ასევე VIO და IVV, რომლებიც 0.03% საკომისიოთი განისაზღვრება და შესაბამისად ასევე ძალიან მცირედი განსხვავება მათ შორის ის არის, რომ უბრალოდ სხვადასხვა ფინანსური კომპანიები ფლობენ ამ ETF-ებს. შემდეგი ძალიან ცნობილი და ძალიან პოპულარული ETF-ები, რომლებიც არის მაგალითად QQQ, XLF, XLY, XLV და ასე შემდეგ, რომელსაც ახლა თქვენ ეკრანებზე ხედავთ და ეს ამ კომპანიებში, ამ ETF-ებში უпроსწორად, რო წარმოგიდგენთ, აი QQQ მაგალითად არის ტექნოლოგიური კომპანიების ETF-ები, რომლებშიც შედის Apple, Tesla, Google, Amazon, Meta და მსგავსი ტექნოლოგიური კომპანიები. QQQ-ში მოთავსებული არის სწორედ 100 ესეთი ტექნოლოგიური კომპანია. შემდეგი ძალიან ისეთი დიდი ETF-ი, რომელიც არის XLF-ი, რომელშიც შედის დაახლოებით 80-მდე საბანკო სექტორში არსებული კომპანიები. ამ შემთხვევაში არის დაახლოებით ისეთი კომპანიები, როგორც არის JP Morgan, Bank of America და სხვა დიდი ფინანსური გიგანტები. ასევე XLY მაგალითად რო წარმოგიდგენოთ, ეს არის healthcare კომპანიების ETF-ი, რომელშიც შედის ისეთი კომპანიები, როგორც არის Johnson & Johnson, United Health, Pfizer და ასე შემდეგ. Pfizer, როგორც ვიცით, ყველამ COVID-ის მერე ძალიან ცნობილი გახდა და ძალიან პოპულარული, მაგრამ ხო, აქ არის ჯანდაცვის კომპანიები რა. ასევე გვაქვს მაგალითად XLY, XLU, XLI, VNQ, რომელიც არის უძრავი ქონების ETF-ი და კიდე ძალიან ბევრი ETF-ი არსებობს ზოგადად საფონდო ბირჟაზე. ეხლა რა განსხვავება ამათ შორის? თქვენ თუ გჯერათ, რომ ანუ ყველაზე მომავალში ყველაზე მეტად გაიზრდება და ყველაზე safe არის, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიური კომპანიები, მაშინ უმჯობესია, რომ თქვენ იყიდოთ მაგალითად QQQ ETF-ი. თქვენ თუ ყველაზე მეტი ნდობა გაქვთ, ასე ვთქვათ, healthcare-ის მიმართ, მაშინ ჯობია რომ იყიდოთ XLV. მაგრამ თქვენ თუ ყველაზე დიდი ნდობა გაქვთ მაგალითად ფინანსური ინსტიტუტების მიერ, მაშინ ჯობია რომ XLF ETF-ი იყიდოთ. მოკლედ ამათ შორის განსხვავება სწორედ ეს არის, ზოგი უფრო მეტ მოგებას გვიჩვენებს, ზოგი უფრო ნაკლებს და იმის მიხედვით თქვენ როგორი მოლოდინები გაქვთ მომავალზე, ამის მიხედვით შეგიძლიათ იყიდოთ რომელიმე კონკრეტული ETF-ი. შემდეგ და ბოლოს მინდა ვილაპარაკო ძალიან მოკლედ ETF-ების, კონკრეტულად ორი ETF-ის ისტორიულ უკუჩვენებებზე და შედეგებზე და პირველი ეს იქნება რა თქმა უნდა S&P 500. S&P 500 თავისთავად ETF-ი არ არის, ეს ინდექსია, მაგრამ ამ ინდექსზე მიბმული ETF-ები, როგორცაც წეგან ვილაპარაკეთ, აი მაგალითად SPY, VIO და IVV ზუსტად იგივე უკუგებებს გვაჩვენებს, რასაც S&P 500. ანუ რასაც აქ ვილაპარაკებ, შეგვიძლია პირდაპირ გადმოვთვალოთ ETF-ებშიც რა. ესე იგი, რო წარმოვიდგინოთ 1996 წლის 22 ნოემბერს S&P 500-ის მაჩვენებელი იყო 748. ანუ უხეშად, ძალიან უხეშად, მაგრამ არა პირდაპირად რო ვთქვათ, S&P 500 ღირდა $748, მაგრამ ეს პირდაპირ არა, უბრალოდ S&P-ის მაჩვენებელი იყო 748. ამ დაახლოებით 30 წლის განმავლობაში, უფრო კონკრეტულად 29 წლის განმავლობაში S&P 500 გაიზარდა 7152-მდე, რაც გულისხმობს, რომ მისი მოგება არის 855%. ეს გადმოითარგმნება დაახლოებით წლიურ 10-12%-ში, რაც საქართველოში საშუალო ანაბარზე უფრო კარგი მაჩვენებელია. ანუ უმჯობესია, რომ თქვენ ჩაგედოთ რომელიმე S&P 500-ის ETF-ში თქვენი ფული, ვიდრე ბანკის ანაბრებზე მაგალითად, იმიტომ რომ ეს ETF-ები უფრო კარგ უკუგებას გაჩვენებდნენ 30 წლის განმავლობაში, ვიდრე ბანკების პროცენტულობები, უკუგებები. თან გაითვალისწინებთ, რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა დოლარში და არა ლარში, რაც კიდევ უფრო
დაცული არის, რაც გულისხმობს, რომ კიდევ უფრო დაცული არის თქვენი ინვესტიცია. შემდეგი ETF-ი და ასე ვთქვათ ინდექსი, რომელზეც მე მინდა ვილაპარაკო, ეს არის Nasdaq 100, რომელზეც პირდაპირ მიბმული არის ეს QQQ. და Nasdaq 100 კიდევ უფრო კარგი ინდექსი არის ვიდრე S&P 500. წარმოიდგინეთ, რომ 1995 წელს მისი მაჩვენებელი იყო 490 დაახლოებით და დღეს კი ის არის 27201, რაც გულისხმობს 5976% ზრდას, დაახლოებით 6000%-იან ზრდის მაჩვენებელს, მოკლედ. ამის საშუალო პროცენტული უკუგება წელიწადში დაახლოებით 20% გამოდის, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია უკვე და ანუ საერთოდ არც კი შეედრება უკვე იმ საბანკო პროცენტებს, რასაც ეს ინდექსი გვაძლევს საერთოდ წელიწადში. აქედან გამომდინარე, რომ თქვენ თუ 1995 წელს გეგონათ და დარწმუნებული იყავით ტექნოლოგიური კომპანიებში და ინდობოდით ტექნოლოგიურ კომპანიებს, მაშინ ჯობდა რომ QQQ გეყიდათ, QQQ და თქვენ გექნებოდათ 30 წელიწადში 6000%-იანი უკუგება. ესე მარტივად, მოკლედ, ყველანაირი რაღაც ცოდნის რა, ანუ თუ თქვენ არიცით დაახლოებით Tesla რას აკეთებს, Microsoft-ი, Google-ი რას აკეთებს, ან რას აკეთებს Nike, ან Puma, ან McDonald's-ი, ან Coca-Cola, ან ბევრი სხვა კომპანია, რას აკეთებს, როგორი ბიზნეს მოდელები აქვთ, ამის გარკვევაში დრო თუ არ გაქვთ რომ გაერკვიოთ. თქვენ მარტივად შეგიძლიათ იყიდოთ ETF-ები და ასეთი კარგი უკუგებებით შეგიძლიათ დადოთ მარკეტში და ამასთან გათვალისწინებით თქვენ აჯობებდით ესა ინვესტორების 90%-საც კი. რაც ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ თქვენ ყველანაირი დროის და ენერგიის ჩადების გარეშე უფრო კარგი ინვესტორი იქნებოდით, ვიდრე ადამიანების 90% მოკლედ. იმედია მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, დღეს რო ETF-ებზე ვილაპარაკეთ და გაიგეთ დაახლოებით მაინც რა არის ETF-ები. მომავალ ვიდეოში კი ვილაპარაკებ ძალიან საინტერესო სტრატეგიაზე, როგორ შეგვიძლია ჩვენ ამ ETF-ების უკუგების მაქსიმალიზაცია და ძალიან საინტერესო სტრატეგიაზე DCA-ზე, Dollar Cost Averaging-ზე. ამიტომაც გამოიწერეთ ჩემი არხი, დალაიქეთ ჩემი ვიდეო და აუცილებლად მელოდეთ შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.